ჩინეთში საქართველოს დელეგაცია 2 დღეა მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრემიერის მიწვევით საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მონაწილეობს, სადაც საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობას საქართველოდან 40 კომპანია იღებს. დღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს პავილიონი ერთობლივად გახსნეს. უფრო დეტალურად რა შეხვედრები გაიმართა და როგორ წარიმართა დღევანდელი დღე, შალვა სუმბაძე გვეტყვის. საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტის მეორე დღე შანხაიში არის დასრულებული და სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა ყველა ის შეხვედრა და ასევე სიტყვით გამოსვლა ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც დღეს გაიმართა. ერთის მხრივ პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ შეხვედრების მნიშვნელობაზე, რომელიც ამ 2 დღის განმავლობაში უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა. მეორეს მხრივ კი იმ გამოფენაზე, რომელიც მომდევნო 5 დღის განმავლობაში გაიმართება ქალაქ შანხაიში. აღსანიშნავია, რომ დღეს სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე და სიტყვით მიმართა დამსწრეებს. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ პერსპექტივებზე და პოტენციალზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ჩინეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე გაამახვილა ყურადღება იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც საქართველოს როლს შუა დერეფანში და სატრანზიტო პოტენციალის კუთხით კიდევ უფრო გაზრდის. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ უკვე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს პავილიონი, სადაც მეწარმეებს საკუთარი პროდუქტები აქვთ გამოფენილი, საზეიმოდ გახსნეს. ეს არის ერთ-ერთი პრივილეგია, რომლითაც საქართველოს როგორც სპეციალური სტუმარი სარგებლობს, იცით რომ 1000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული 40-მდე მეწარმის პროდუქცია. ასევე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს აქვს საკუთარი სტენდი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ტურისტული პოტენციალი. უკვე ამ პავილიონებში სტუმრობის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური შეხვედრა გამართა შანხაის მერთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს ასევე. საინტერესო ვიზიტი გვაქვს ჩინეთში, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნაში. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც მოგეხსენება, წლიდან წლამდე იზრდება საქართველოსთან ექსპორტი ჩინეთში და რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესია, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სამეჯრო ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, შევხედეთ აბსოლუტურად ყველა თემას, ყველა მიმართულებას, სადაც შეიძლება იყოს საინტერესო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ როგორც პოლიტიკურ განზომილებას, ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობებში და შესაბამისად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა და ურთიერთობები. ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა შანხაის მერთან, გვქონდა საუბარი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. მთლიანობაში საინტერესოდ გრძელდება ჩვენი ვიზიტი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგების სამმალოდ. 150-ზე მეტი ქვეყნის 200,000-ზე მეტ ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოს სტენდი ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ნახოს. შესაბამისად კომპანიებს ექნება შესაძლებლობა შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, პოტენციურ მყიდველებს და გაზარდონ მათი ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით, რაც ბუნებრივია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე აისახება. ჩინეთიდან შალვა სუმბაძე საუბრობდა.